სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ყოვლად უსამრდელოესნო, მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის ხსენებას, მისი გარდაცვალებიდან 900 წლის თავს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. როდესაც მემატიანე საუბრობს დავით აღმაშენებელზე და მისი მეფობის დასაწყისზე ესეთ საოცარ სიტყვებს ამბობს, რომ ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად ზემან ყოველთა მეფობათამან დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა. როგორც იცით, მეფე დავითმა სრულიად ახალგაზრდამ ჩაიბარა ქვეყანა იავარქმნილი, დაბეჭავებული მტრებისგან. იმჟამად ამ ავბედითობის გამო მოსახლეობის უმეტესობა გახიზნული იყო მთებში და ტყეებში. და აი ახალგაზრდა მეფემ ნელ-ნელა თანდათანობით თავისი გონივრული სამართლიანი მართლობით შეუპოვრობით ქვეყანა ფეხზე დააყენა, გააერთიანა და ძლევამოსილ ქრისტიანულ სახელმწიფოდ აქცია. რამ განაპირობა ასეთი დიდი წარმატება მისი მართლობის, ასეთი დიდი მადლი? იგი არ იყო მხოლოდ კარგი მართველი და ჭკვიანი პოლიტიკოსი, არამედ იგი იყო ღვთისმოსავი ქრისტიანი ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან აღიზარდა ქრისტიანულად წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის მიერ. და ამდენად მისი ყოველი გადაწყვეტილება, ყოველი ნაბიჯი, ასაზრდოები იყო ქრისტეს რწმენით და უფლის ნებისადმი მინდობით. აი მასზე ამბობს ვახუშტი ბატონიშვილი ასეთ სიტყვებს, რომ იგი იყო მოყვარული და მოშიში ღვთისა, გლახაკთა ობოლთა და ქვრივთა მოწყალე, სნეულთა თვითმსახური და მაშენებელი ეკლესიათა და ქსენონთა. აი ასეთი ქველმოქმედი ადამიანი გახლდათ. და ამდენად მან ძალიან კარგად იცოდა რა მნიშვნელობა აქვს, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიის გაძლიერებას, ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობას ქვეყნის აღშენებისთვის. ამიტომ შიდა თუ გარე მტრებთან გამუდმებული და მუდმივ ბრძოლებთან ერთად იგი ზრუნავდა ასევე ქვეყნის სულიერ განვითარებაზე და ასევე ინტელექტუალურ განვითარებაზე. მან შესანიშნავად განჭვრიტა ეკლესიის როლი განათლების საქმეში, რომ სწორედ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ განათლებას და კულტურას შეუძლია ქართველი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნება და გაძლიერება და გადარჩენა. ამიტომ იმჟამად ჩვენი მონასტრების უმრავლესობა იყო არა მხოლოდ მონაზვნური ღვაწლის სავანე, არამედ დიდი სამეცნიერო კერაც. და ესეთი უდიდესი ცენტრი გახლდათ დავით აღმაშენებლის მიერ აშენებულ გელათის მონასტერთან დაარსებული აკადემია, მეორე იერუსალიმად და სხვა ათინად წოდებული. მაგრამ მხოლოდ მშრალი ცოდნა რა არის რწმენისა, სიმდაბლისა და სინანულის გარეშე და სულიერების გარეშე. და აი იშვიათად თუ მოიპოვება მსოფლიოს ისტორიაში სხვა მეფე, რომელმაც ეს სათნოებები გაიხადა მთელი თავისი სიცოცხლის თანამგზავრებად,
ამას ადასტურებს მისი შესანიშნავი ჰიმნოგრაფიული თხზულება გალობანი სინანულისანი, რომელიც არის მისი სულის აღსარება, მისი შინაგანი განცდების, სულიერი ბრძოლების აღიარება ღვთის წინაშე. იგი სულის შემძვრელი სიტყვებით მიმართავს უფალს და ავედრებს თავის თავს. იგი ამბობს, ოდეს ზარი მეფობისა წარხდეს და დიდება დაშრდეს, შვებანი იქმნენ და ყვავილოვნება დაჭნეს, სხვამან მიიღოს სკიპტრა, სხვასა შეუდგეს სპანი, მაშინ შემიწყალე საჯულო ჩემო. ესე იგი დავითი ამბობს, რომ როდესაც ყველაფერი წავა და დასრულდება, როდესაც სხვა მიიღებს სკიპტრას, სხვა გახდება ხელმწიფე, სხვა გაუძღვება ჯარებს და იგი მარტო დარჩება უზენაესი საჯულის წინაშე, ღვთის წინაშე, აი მაშინ შემიწყალე ღმერთო. აი ასეთი სიმდაბლის სინანულის გამო, ასეთი სულიერების გამო მისცა მას უფალმა დიდი მადლი, რამაც შეაძლებინა წმინდა დავითს ძლევა ის აკვირველი, რამაც აქცია იგი მესიის מחვილად, როგორც მას უწოდებდნენ და რამაც გახადა იგი ყოველი ქართველისთვის საყვარელ და სამაგალითო ადამიანად. აი დღეს ძვირფასო ძმებო და დებო, როდესაც ჩვენ კვლავ დგავართ მრავალი გამოწვევის წინაშე და ვიხსენიებთ წმინდა დავით მეფეს, მის ღვაწლს, უნდა დავფიქრდეთ ჩვენი ქვეყნის წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე. რანი ვიყავით, რანი ვართ დღეს და რანი უნდა ვიყოთ. რა მოგვიტანა ჩვენ დავითის მართველობამ და მეფობამ, რა გვიანდერძა მან და რა ძიმე შედეგები მიგვიღია, როდესაც გადაუხვიეთ და უღალატეთ დავითის გზას და რომ საწინდარი ჩვენი ერის გადარჩენის და გაძლიერების არის მხოლოდ და მხოლოდ დავითის გზის ერთგულება, ამ გზით სიარული. და ამიტომ ჩვენ გვმართებს დაუღალავი შრომა, ყოველდღიური ლოცვა და თავდადება მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვისა და გაძლიერებისთვის და ასევე ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის, გაერთიანებისთვის და გაძლიერებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა დავით აღმაშენებლის დღესასწაულს, შეგვეციოს მისი ლოცვა და მადლი და წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ.